დღეს არის შაბათი, 4 მაისი, კარგი ამინდი გამოვიდა და ზედაზენზე მივდივართ, სადაც მე ბოლოს ვიყავი დაახლოებით 20 წლის წინ. მაინტერესებს რა შეიცვალა. ავად ნახავთ. გადავიღებთ ვიდეოს და გაჩვენებთ. გზად ცოტა ხანი გავჩერდებით ბიძაჩემის მამა ანტონის აგარაკთან ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ძალიან ლამაზი ადგილია, ტყე არის, ლამაზი ხედები იშლება აქედან. ცოტას გადავიღებთ და მერე დავაგზავნებთ ჩვენ მოგზაურობას. ამ ადგილას 535 წელს ჯერ კიდევ არ იყო ეკლესია აშენებული. მაშინ იყო საკერპო ადგილი, წარმართული საკერპო ადგილი, სადაც საცხოვრებლად ამოვიდა სირიიდან, ესე იგი ჩამოსული ასურელი მამების წინამძღვარი იოანე თავის მოწაფეებთან ერთად, საიდანაც მან შემდეგ ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეებში გაგზავნა სამლოცველოდ და ქრისტიანული რელიგიის გასავრცელებლად თავისი მოწაფეები. თვითონ დარჩა ამ ადგილზე და ცხოვრების ბოლომდე აქ ცხოვრობდა. რაც შეეხება ამ ეკლესიას, იგი მე-8 საუკუნეში ააშენეს კათოლიკოსმა კლემენტოსმა და ამ ადგილს დაარქვეს იოანე ზედაზნელის საპატივცემულოდ ზედაზენის მთა. ძალიან ლამაზი ხედი იშლება, მთლიანი ცხეთა ჩანს, ცხეთის მახლობლად არსებული სოფლები, კარგი ამინდი იყო და კარგად ჩანს ყველაფერი. თბილისის ზღვა, რუსთავიც კი ჩანს აქედან, როცა კარგი ამინდია. ზედაზენზე მე ბოლოს ვიყავი ძალიან დიდი ხნის წინ. იმის მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, გზა გაკეთდა, კაპიტალური გზა არის, ნებისმიერი მანქანა მარტივად ამოვა. მე როცა ვიყავი, მაშინ ძლივს ამოვედით ჩემი მანქანით, ჯიპი ამყავდა. ეხლა ჩვეულებრივი მანქანით ნებისმიერ ამინდში შეიძლება აქ ამოსვლა. ეკლესიის ეზოც გალამაზებულია, მოკლედ ძალიან ლამაზი ადგილია, არაჩვეულებრივი ხედებით. ზედაზნის მონასტრამდე ასეთი ლამაზი ადგილი ვნახეთ. მაგიდას კამიც არის. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ ძალიან სასიამოვნო და კარგი იქნება დასვენება, სიგრილე იქნება. აქ სასმელი წყალით ჩამოდის, გაკეთებული აქვთ სასმელი წყალი, მილით გამოყვანილია ქვევით. ზევითაც არის მანქანით ასასვლელი გზა და საპიკნიკე ადგილებიც, ოღონდ მაგიდას კამებს ზევით არ არის. ასეთი მაგიდა არის აქ მხოლოდ გზასთან ახლოს. საკმაოდ კარგი ლამაზი ადგილია. სიმინდს თესავს და მოყავს რა და ერთი რაღაცებს აკეთებს. Ai, Nicoia Charlesa. Esse Nicoia Charlesa.
ერთ მინდა შევხვიოთ და ვნახოთ, მაგრამ რა უნდა ნახოთ. ეს არის სოფელი ბზვანი, სადაც დაიბადა გაიზარდა მამაჩემი. როდესაც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ცოცხლები იყვნენ, ჩვენ აქ ძალიან ხშირად ჩამოდიოდით ხოლმე ზაფხულობით ასასვენებლად მახსოვს. მაგრამ ეხა სამწუხაროდ აქ არავინ არ ცხოვრობს და ნელ-ნელა სახლი იშლება. ჭა აქ სხვა სასმელი წყალი არ არის, ჭიდან ვსვავდით ამ წყალს, ეხლა არ ვიცი ეს წყალი სუფთა თუ არა. ეს არის ნამდვილი სოფელი, სადაც ძალიან კარგ დროს ვატარებდით ბავშვობაში. დაიშალა ეს სახლი. აქედან შესასვლელი იყო. აფერი აღარ არის. აიქაც დაიშალა ეს სულ. სინახავდნენ ხოლმე. აქ კარები იყო. შესასვლელი. ამ ადგილას მარანი ქონდა და ჭურები ქონდა ბაბუაჩემს, მახსოვს. ჭიჭიკოს. აფერი აღარ არის დარჩენილი. აფერი არ არის. ზაფხულში ერთი ექსპიკაცი უნდა ჩამოხვიდეს, ფული უნდა კონდეს. ფული თუ გექნება ნელა მიხედა ერთ თვეში რაღაცას გააკეთებს ეს პროცესი. ეხლა ჩვენ ამოვედით ვიკოთის უღელტეხილზე, სანამ გვირაბში შემოხვალ, მანდ არის ზევით ასასვლელი გზა და აქ ზევით მთაზე არის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის. ასეთი ბუნება არის ლამაზი. ესეთი მშვენიერი ადგილია. ავალ ახლა ზევით დავთვალიერებ ეკლესიას. აი აქედან ამოვედი ამ გზიდან. აქ არის ეკლესია, იყო აქ რაღაც ეკლესია ხა ჩანს, მაგრამ მშენებლობებია. ეს ცუგრია. დაბმულია, მაგრამ არ ვიცი. იქით კიდე ძაღლის ყეფა ისმის. ხო და მე მგონი იქ არ შევალა. აი დავუშვები ხა ქვევით. აქ მგონი არაფერი საინტერესო არ მეყოს.
მანამდე შორი კი არ არის. არა, შორი არ არის, მაგრამ მანქანით ვერ მივალთ, აბა გზა გაფუჭებულია. მეორე მხრიდან დასო. მეორე მხარე არის. აქვს. მიდი აბა დაგუგლებ ესო თუ აქ მეორე მხარეს. მეორე როგორ უკან დაწავიდეთ. სხვა გზა არ არის კიდე მისასვლელი. მე იქიდან არის ასასვლელი იქიდან. მარტყოფიდანაც უარესი. მარტყოფიდან არის ასასვლელი. კაი, აბა წავიდეთ ნახოთ რა. ეს არის მდინარის კალაპოტი და ამ კალაპოტიდან ადის გზა პირდაპირ იალნოს მთაზე. ადრე ვართ აქ ნამყოფი, მაგრამ ახლა ვეღარა ვართ. გამარკა ყოდის. ეს კანები რაღაცები აქეთან რაღაცები. ასეთი გზის გამოვლისწული წარმოიდგენ აქ საქმეები და ნამდვილად არა. შესასვლელი დამშე. მოდი დავათვალიეროთ რა. ჯობია. გაჩნია. აი იქიდან ამოვიდოდი ჩვენ, აი იქიდან. აი იქიდან მოვიდოდი ჩვენ. 23 მაისი დაკავებულია 18 მაისი 23 მაისი დაკავებულია. აქ იმას აწყობენ, გაიგე? კეიფებს. ო, რაღაც. ვა. ხომარეს ჰამაკები რო დაუტოვებიათ ხო ფუჭდება ეს. საქანელებიც არის. ვა, რამხელა გრანდიოზული აშენებულია. ერთი ქორწილის გადახდა შეიძლება აქ, მაგრამ ჯიპის გარდა აქ მანქანა ვერ ამოვა. არა, ჩვეულებრივად ამოხდა. просто ეს დინარე უნდა გადმოხდე რა. დინარეზე მე ვერ გადმოვა ჩვეულებრივი მანქანა. ეს ახლა თორე ისი ჩვეულებრივად გამოხდა. აქ ჯვრის წერას და რაღაცა ესეთი რაღაცებს აკეთებენ, ეგ. კაი ადგილია, სუფთა ჰაერზე, მაღალ მთაში. მაგარი ბუნებაა, მაგარი ხელა მაგიდა, აქ დაეტოვა ერთი სამართლე. წყალი არის ეგერ, მოდის. სამზარეულოა. თაჭმუნების გასამზადებელი ადგილი აქ. ეს წყალი კრანი არა აქვს სულ მოდის.
ეს დაკეტილი იქნება თავშთავად წინ დაგიტოვებ ღიას, მაგრამ რა არის შიგნით? შიგნით რა არის? არ ჩანს არაფერი. ვა, ბიჭო. აი ადგილია თო. არა. ეს გზადის ეკლესიამდე. ველოდები ახლა მანქანას. ავთ ეკლესიამდე. მანქანით წამოსულიყავი, კაცო. ფეხით არა, კაცო, იქ როდის ახულ ფეხით. ხო, რა ძალა გვადგია. წადი. მამალი გაიჩი. ესიაც გამოჩნდა. ეკლესიაც გამოჩნდა. ვა, აქ ქვევრებია. ხედა, ბიჭო, ქვევრი ყოფილა, ჩიგნით ღვინის მაგივრე წყალი ჩავიდა. იქაც არის, აქეთ ჩანს. ჩვენ რომ მოვედით და ვერ გაბრუნებდი ის ადგილით ჩანს, მაგრამ ჩურდათ. ხო, ის მდინარე ჩანს. ხო.
ამოვედით ეხა ჩვენ მარტყოფის ღვთაების მონასტერში, რომელიც მდებარეობს თბილისიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში. ეს მონასტერი აშენებულია ვახტანგ გორგასლის დროს მე-6 საუკუნეში და ამ მონასტერში მოღვაწეობა დაიწყო 13 ასეული მამათაგან ერთ-ერთმა მამა ანტონმა და ამ ადგილს მარტყოფი რატო ქვია, ესე იგი მამა ანტონი მარტო მოღვაწეობდა, მარტო ქადაგებდა ქრისტიანულ რელიგიას და აქედან გამომდინარე მას დაარქვეს მამა ანტონი მარტომყოფელი და აქედან გამომდინარე ამ ადგილსაც შემდეგ დროთა განმავლობაში მარტყოფი დაერქვა. საკმაოდ საინტერესო ადგილია, ლამაზი ადგილია და დავათვალიეროთ, ნახოთ. ღვთაების მონასტერი სასტიკად აუხრდა თემურლენგის შემოსევის დროს მე-14 საუკუნეში და მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელუქმნელი ხატი, რომელიც მამა ანტონმა მარტყოფელმა ედესიიდან ჩამოაბრძანა და სწორედ ამ ხატის სახელის გამო მონასტერს დაერქვა ღვთაების მონასტერი. მონასტერი აგრეთვე წარმოადგენდა კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრს, სადაც გახსნილი იყო სკოლა ერთი პერიოდი, მაგრამ ლეკთა შემოსევების გამო სკოლა მე-18 საუკუნემდე იარსება და შემდეგ დაიკეტა. გარდა ამისა, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აქ იყო გახსნილი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი, მაგრამ ამ ადგილმა მონასტერმა ილია მეორის ლოცვა კურთხევით 1999 წელს აღადგინა თავისი მოღვაწეობა. ეს შევედით ახლა საინტერესო ადგილია, პატარა ოთახში შევად და თავის ქალებია, ძვლებია ნაპოვნი ამ ადგილზე. ეს მე-6 საუკუნის Просто отделение где аэропорт. От аэропорта. შეიძლება გასასვლელი არის მარტყოფის. ვერავიდან ფეხით ასასვლელი აქვს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მარტყოფში. მოვინახულეთ მამათა მონასტერი ნორიოში. მერე გადმოვედით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ვნახეთ და გავჩერდით ამ ადგილას. წვიმიანი ამინდია, მაგრამ წვიმიან ამინდსაც თავისი სილამაზე და იშხი აქვს ნამდვილად. აი ესეთ გადახურული ადგილი ვნახეთ. ცოტა ხანი გავჩერდებით და გავაგრძელებთ ჩვენ ექსკურსიას.
ნელ-ნელა წვიმა გადაიღებს, აღარ წვიმს ისე როგორც დილით წვიმდა. აქ გზაზე პატარა მდინარე ჩამოდის. კარგი ადგილია. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მარტყოფში. დედათა მონასტერი არის ქვევით, მაგრამ ზევით ახალი აშენებული არის ასეთი კიბებით ამოსასვლელი. ავალ ეხლა ზევით ვნახავ რა ხდება. აი ამ ხელა ასიგძე კიბებია ქვევით არის. დედათა მონასტერი. ამით დღევანდელ ჩვენ ექსკურსიას ვამთავრებთ. დღეს არის ორშაბათი, გიორგობა, გილოცავთ ყველას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. რავალს დაესწარით ყველა. ვისაც ჩემი ვიდეოები მოგწონთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ. აბა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.